ხშირად ვფიქრობთ, რომ სპორტი მხოლოდ გართობა და ჯანსაღი ცხოვრებაა. თუმცა ისტორიაში არაერთხელ დამდგარა მომენტი, როდესაც სტადიონი საცურაო აუზი თუ სპორტული დარბაზი ბრძოლის ველად, ხოლო ერთი მატჩი მსოფლიო პოლიტიკის იარაღად ქცეულა. აი 4 სპორტული მოვლენა, რომელმაც მსოფლიო ისტორიაზე წარუშლელი კვალი დატოვა. პირველი 1956 წელი, მელბურნის ოლიმპიადა. საბჭოთა არმიამ ახლახან სისხლში ჩაახშო უნგრეთის ანტისაბჭოთა აჯანყება. წყალბურთის ნახევარფინალში ერთმანეთს სწორედ უნგრეთისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებები შეხვდნენ. ეს აღარ იყო უბრალო თამაში, ეს იყო ომი ეროვნული ღირსებისთვის. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, საბჭოთა მოთამაშემ უნგრელ ერვინ ზადორს სახეში დაარტყა. სპორტსმენი აუზიდან სისხლიანი სახით ამოვიდა. უნგრეთმა გაიმარჯვა, ეს კადრი კი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ დარჩა. მეორე 1971 წელს ცივი ომისა და ჩინეთ-ამერიკის სრული იზოლაციის დროს ამერიკელი მაგიდის ჩოგბურთელი შემთხვევით ჩინეთის ნაკრების ავტობუსში ავიდა. ნაცვლად აგრესიისა ჩინეთის ჩემპიონმა მას ხელი ჩამოართვა და საჩუქარი გადასცა. ამ ერთმა შემთხვევამ გაადნო ყინული ორ ქვეყანას შორის, რასაც მალე ამერიკის ნაკრების პეკინში მიწვევა და პრეზიდენტ ნიქსონის ისტორიული ვიზიტი მოჰყვა. მესამე 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთს არგენტინა და ინგლისი შეხვდნენ. ქვეყნებს შორის სისხლიანი ომი ახალი დასრულებული იყო და არგენტინელებისთვის ეს მატჩი რევანშის შანსს ნიშნავდა. შეხვედრის გმირი დიეგო მარადონა გახდა. მან პირველი გოლი ხელით გაიტანა, რომელსაც ღვთისხელი უწოდა, ხოლო რამდენიმე წუთში მეორე, საუკუნის გოლი შეაგდო, სადაც მთელი ინგლისის ნაკრები მოატყუა. არგენტინისთვის ეს ეროვნული ღირსების აღდგენა იყო. და მეოთხე 1914 წლის 24 დეკემბერს პირველი მსოფლიო ომის ყველაზე სასტიკ პერიოდში მოულოდნელი რამ მოხდა. ბრიტანელმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა იარაღი დაყარეს, სანგრებიდან ამოვიდნენ, ერთმანეთს შობა მიულოცეს და ნეიტრალურ ზონაში ფეხბურთი ითამაშეს. ყველაზე სასტიკ ომშიც კი ადამიანობა და მშვიდობა სწორედ სპორტმა გადაარჩინა. ეს ისტორიები გვახსენებს, რომ სპორტი ხან ბრძოლის ველია, ხან კი მშვიდობის ხიდი. შენ რომელი ისტორია მოგეწონა, ყველაზე მეტად დაწერე კომენტარებში და გამოიწერე გვერდი. ვრცლად სტატია წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.